საღამომშვიდობისა მეგობრებო, მინდა ჩავწერო ვიდეო თურქეთში მომხდარ დაკავებებთან დაკავშირებით. როგორც ჩვენ ყველამ უკვე გავიგეთ, 19 მარტს დააკავეს სტამბოლის მერი ექრამ იმამოღლუ. დაკავებამდე მას გაუქმეს დიპლომი, იმიტომ რომ მას არ მიიღო მონაწილეობა პრეზიდენტო არჩევნებში, იმიტომ რომ მათ კონსტიტუციაში უწერიათ თუ პიროვნებას არ აქვს დამთავრებული უნივერსიტეტი და არ აქვს მას დიპლომი, ის ვერ მიიღებს პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ იქნება წარდგენილი. ამის შემდეგ რა თქმა უნდა ის დააკავეს როგორც ტერორისტი, მასთან ერთად დააკავეს რამოდენიმე საკრებულოს თავმჯდომარეები და გაინთავისუფლა, როგორც ხალხი ამბობს, ერდოღანმა გზა პრეზიდენტობის ისევ მომავალი პრეზიდენტი თვითონ უნდა რომ გახდეს, ხალხი ასე ამბობს ყოველ შემთხვევისათვის. ერთადერთი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო ექრამ იმამოღლუ. შარშან ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, სადაც ოპოზიციამ, კერძოდ ჯეჰეპ-ემ, სახალხო პარტიამ მიიღო უმრავლესობა და მათ უფლებამოსილებაში შედიოდა, შეეძლოთ მათ ჩაენიშნათ ვადამდელი არჩევნები. მაგრამ ისინი გაუფრთხილდნენ ქვეყნის ეკონომიკას და ამბობდნენ, რომ ისინი არ დააზარალებენ, ჯერჯერობით არჩევნებს არ ჩაატარებენ, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს. მაგრამ სიტუაცია შემდეგნაირად განვითარდა. როგორც ჩვენ ვიცით, თურქეთში ყოველ 6 თვეში ემატება ხელფასებს, როგორც ინფლაცია, იმის მიხედვით ხდება ხელფასების მომატება და ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა ხელფასები არ მოუმატა იმ დონეზე, როგორც რა თქმა უნდა ხალხის მოლოდინი იყო. მუშათა კლასს და პენსიონერებს მან დაბალი ხელფასები, ძალიან ცოტა მოუმატა და დაბალი ხელფასები დაუტოვა, ხოლო პარლამენტში და ხელისუფლებაში მყოფ პიროვნებებს მან ხელფასები 2-3-ად მოუმატა. ამან დიდი აღშფოთება და აღელვება გამოიწვია ხალხში, გამოვიდა ოპოზიცია, გამოვიდა ხალხი. ისინი პრეზიდენტს თხოვდნენ, რომ მოემატებინა მუშათა კლასისთვის და პენსიონერების ხელფასები, მაგრამ პრეზიდენტი გამოვიდა და სასტიკად წინააღმდეგი გამოვიდა მომატების. მან თქვა, რომ კაპიკსაც არ მოუმატებდა ხელფასებს და პენსიებს 6 თვის განმავლობაში. ამის შემდეგ სიტუაციები განვითარდა შემდეგნაირად. ხალხი ისევ გამოდიოდა და საბოლოოდ ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ ჩაეტარებინა ვადამდელი არჩევნები, რადგანაც, როგორც ისინი ამბობდნენ, ერდოღანს ხალხის ხმა არ ესმის და როდესაც ისინი ჩაატარებენ არჩევნებს, მერე მიხვდება ერდოღანი, რომ არასწორად იქცევა და თავის ხალხს არ აფასებს. ერდოღანს, როგორც ჩვენ ვიცით, საგარეო, საერთაშორისო დონეზე კარგი ხმა აქვს, მას ყავს კარგად შეარაღებული ჯარი და ითვლება ძლიერ, მმართველად და ითვლება ძლიერ სახელმწიფოდ, მაგრამ მას ქვეყნის შიგნით არ აქვს სტაბილური მდგომარეობა, იმიტომ რომ ფასები არის ძალიან ავარნელი, ინფლაცია მაღალ დონეზეა, ოქრო გაძვირებულია, დოლარი გაძვირდა, ევრო გაძვირდა, ბორსა დავარდა და მოკლედ შიდა მდგომარეობა ეკონომიკური არის ძალიან რთული და ხალხს უჭირს ცხოვრება იმ ხელფასებით, რომელსაც ისინი ღებულობენ. ამიტომ მოხდა ის, რომ ოპოზიციამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა მომავალი წლის ნოემბერში ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ ვადამდელი არჩევნები ჩაეტარებინათ და ერთადერთი მათი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო ექრამ იმამოღლუ. რის შედეგადაც ჩვენ ვიცით, რომ ერდოღანს შეეშინდა მისი, რომ ის გახდებოდა ქვეყნის პრეზიდენტი და ასე მოიშორა ის გზიდან. მაგრამ ერთადერთი, რა თქმა უნდა, მან ვერ განსაზღვრა თუ ასეთი აღელვება და აღშფოთება მოჰყობოდა მის დაკავებას და ამიტომ სიტუაცია ძალიან დამძიმდა ქვეყანაში. ოპოზიციამ, როგორც ვიცით, ჩაატარა დიდი მიტინგები, დიდი გამოსვლები, იყო შეხლა-შემოხლა, დააკავეს რამდენიმე ასეული, ახალგაზრდა იყო, რა თქმა უნდა, დარბევებიც, როგორც ავტოკრატიულ ქვეყნებში ხდება და სხვა ქვეყნებშიც ხდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც საქართველოში დაამტვრიეს და დალეწეს ახალგაზრდები, ასეთი ცემის ფაქტები აქ არ ყოფილა, ერთადერთი შემთხვევა იყო, რომელიც აჩვენეს. ციხიდან გამოუშვეს გუშინ ახალგაზრდები და მათ არც ერთს არ ეტყობოდა გარეგნულად დაზიანება, გადაიღოს ეს ტელევიზია მიმართით განთავისუფლება, მაგრამ არც ერთ პიროვნებას არ ჰქონდა არანაირი დაზიანება მიყენებული. აქედან გამომდინარე, საქართველოსთან შედარებით, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენთან სხვა სიტუაცია, აქაც სხვა სიტუაცია, მაგრამ მთლიანობაში ერთ და იგივე მდგომარეობა იქაც და აქაც.
და მათ საქართველოსგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით უყვართ თავიანთი ხალხი, თავიანთი ახალგაზრდობა და ისე სასტიკად არ მოქცევიან მათ, როგორც ჩვენს ქვეყანაში მოექცნენ ახალგაზრდებს. შემდეგი განვითარება მიდის ასე, ჩატარდა შიდა არჩევნები ოპოზიციაში და მათ დაასახელეს თავიანთ საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელეს ექრამ იმამოღლუ, რომელიც არის ჯერჯერობით დაკავებული. მათ ჩაატარეს მერის არჩევნები თავიანთ, ოპოზიციურ პარტიებში და მათ, დროებითი მერი, სანამდე ექრამ იმამოღლუ არ განთავისუფლდება, დანიშნეს დროებითი მერი. დროებითი მერის დანიშვნა უნდოდა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას, მაგრამ ოპოზიციამ მას ამის საშუალება არ ჰქონდა. ისინი დღეს დაღამეს ათანებდნენ, მერიაში, რომ არ შემოიყვანათ ხელისუფლების მიერ დანიშნული მერი და თვითონვე თავიანთი, ოპოზიციურ პარტიიდან აირჩიეს მათ თავიანთი მერი და მერმა დაიწყო, რა თქმა უნდა, მუშაობა. ახლა ოპოზიცია მუშაობს იმაზე და გავიდნენ ქალაქ-გარეთ, გავიდნენ სოფლებში, გავიდნენ სხვადასხვა ქალაქებში და ისინი აგროვებენ ხელმოწერებს იმასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობა მოიპოვონ და ექრამ იმამოღლუს სასარგებლოდ, მის გასანთავისუფლებლად და მისი ის რომ პრეზიდენტის კანდიდატი გახდეს, აკეთებენ ხელმოწერებს. ეს ხელმოწერები დარწმუნებულია ოპოზიცია, რომ იქნება ძალიან ბევრი, უმრავლესობას მიიღებენ ის და იძულებული გახდება მთავრობა ამის შემდეგ, რომ ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები. ჯერჯერობით ოპოზიცია გამოაცხადა ბოიკოტი. საქართველოსგან განსხვავებით, აქაური ოპოზიცია არის ძალიან ძლიერი, ეს ყველაფერი იქიდან ჩანს, რომ რასაც ამბობენ, იმასვე ასრულებენ. ოპოზიციონერი ლიდერი ოზგური გამოვიდა და მან თქვა, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ იმ დაწესებულებებს, რომლებიც მათ მხარს არ უჭერენ და არის ისინი ხელისუფლების. ამიტომ თითქმის ისეთ არის დაწესებულები, სადაც ხალხი არ შედის, არის სავაჭრო ცენტრები, რომლებიცაც ხალხი არ შედის და არ ვაჭრობენ იქ, არის ტელევიზიები, რომლებსაც ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და ამ ტელევიზიებს ხალხი არ თავს და არ უყურებს. არის ყავის სახლები, ყავა ხო იცით და თურქეთში ძალიან მიღებულია, ყავის სახლების ჯაჭვი და თითქმის ყველა 100 მეტრში არის ყავის სახლები და გამოუცხადეს მათ ბოიკოტი. ბევრი ბენზინგასამართი სადგურები, რომლებიც არ ემხრობა ოპოზიციას და არის ხელისუფლების მიერ, ხელისუფლების ბიზნესი, მათი გამოუცხადეს ბოიკოტი. სიტუაცია თურქეთში ძალიან მძიმეა ეკონომიკური, ამიტომ რა თქმა უნდა ხელისუფლება მაგას არ იმჩნევს, მაგრამ ფაქტის სახეზეა, ხელისუფლებას უნდა მიეცა ხალხისთვის დანამატი 1000 ლარი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ვერ გადაუხადა ხალხს. ეს იმას მოწმობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან რთულია თურქეთში და აქედან გამომდინარე ერდოღანი იძულებული გახდება ჩანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჯერჯერობით სიტუაცია ასეა, შემდეგში მოვლენები როგორ განვითარდება, შემიძლია ჩავწერო ისევ ვიდეო. ძალიან გთხოვთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, კარგად გრძანდებოდეთ, ნახვამდის.